ალკოჰოლთან დაკავშირებით ქუჩაში აიგრძალა ასმა ჯარიმდები. 50 ლარიდან 150 ლარამდე შეიძლება გამოგიწეროს ჯარიმა პატრულმა და ბევრი უკმაყოფილოა, ბევრი ამბობს რომ კარგია. ხო. თან ქუჩაში. მაგრამ ეხლა შეხედე, არ არის არანაირად ევროკავშირის მოგონილი, ეგ არის რესტორნების და კლუბების ესეთი მზაკრული ჩანაფიქრი რა. როგორ? იმიტომ რომ ეხლა ქუჩაში რო სვავ, ხო, იქ უფრო იაფი ხო გიჯდება. ხო. და რესტორნებმა რა ქნეს აქცალეს ქუჩაში დალევა. რამდენი გინახავ შენ კლუბში სანამავლენ ხოლმე გოგოები, ბიჭები გარეთ რო სვავენ. დროს ეხლა ის DJ Shadow იწევს. იქ როგორ ხოძზე ავიდეს. უკრავს ეხლა დროზე დალიან და მე ხავშავარდნენ. ახალ იმაზე და ეხლა ეგეთ რამე ვეღარ მოხდება. მოითხოვეს რესტორნებმა რომ ეს კანონი ყოფილიყო. რომელიც დღის 47 ლარი და 50 თეთრი. ეხლა ხანს მოხდა პრეზენტაცია მისი 20-დან გაიყიდა ეგეც სასწაული ფასიადებს რა. თქვა, ეგეთი რამე ვერ მოხდება. რესტორნებში დალევაც ეხლა უფრო ძვირიჯდება და შესაბამისად ჩდება გონივრული ეჭვი. რომ შეიძლება ეს რესტორნის და კლუბური ბიზნესის წარმომადგენლები მაგორი. ხო, ბატონაც არა. ან საერთოდ ეხლა წარმოიდგინე ლოგიკურია, კი. ადრე ეხლა როგორ იყო, ეხლა შეიძლება ესე უცბად კორპუსში, ადრე ხო იყო რაღაცა მორფებს ეწევიან ჩუმჩუმად ნარკომანები პადიატებში. ხო, რომ გამოდიოდი და უამრავი. ლუდი რო გიჭირავს, ლუდი რო ხსნი, 4 რო ხარ და დროზე რო ჩამოტარებაზე რო ლიფტში ხო არა ბიჭო, მოდის ვიღაც დამალე ლუდი, გამარჯობა. თია გეიდა როგორ ავიჩვენს ვარ ბიჭები ლაპარაკობთ ეს რაღაც მე უცბად დავაი გააგზავნე და სანამ დროა. რაღაც ეგეთი სცენა არ გამიკვირდება თუ იყო. ან აღმოჩენილი ალკოჰოლური სასმელი და ცოტა რო უტყდება აღოთები ჯერ ახალი ზარი ალკოჰოლური სასმელი ლუდი 3 ლიტრა აღმოჩენილი დაკავებულია პიროვნება რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში შენახვა გასაღებაც მაგარია და მე ლაპარაკობ შენსო მაგრამ შენ მეგობარს ატონა დაალევი ან ვიღაცა რო გეტყვის რომ ან ვიღაცა რო და შენ რო სვავ და იგე და ის მეორე რო გეუბნება აუ მეც მინდა რა და პირველად ხო არ სვავ პირველად ხო არ სვავ სოდვაში ფეხი არ ჩამაგდმენო აი ეგ არის ეს მის 20-ს კი თავის კოდექსები ეგრე კი არა